ჯეიმს ვებმა გადაიღო ფოტო, რომლის გადაღებაც აინშტაინს შეუძლებლად მიაჩნდა. ზოგადი ფარდობითობის ერთ-ერთი პირველადი დადასტურებული პროგნოზია ვარსკვლავის სინათლის გრავიტაციული გამრუდება. ამ ეფექტს პირველად 1919 წელს მზის სრული დაბნელებისას დააკვირდნენ, ვინაიდან ვარსკვლავები სინათლის წერტილების სახით მოჩანს. ეს ეფექტი დაბნელების სიახლოვეს ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის აშკარა ცვლილების სახით ჩანს. თუმცა ეს ეფექტი უფრო ზოგადად ხდება. თუ კი შორეულ გალაქტიკას ჩვენთან რომელიმე უფრო ახლომდებარე ეფარება, შორეულის სინათლის რაღაც ნაწილი ახლომდებარის გარშემო გრავიტაციულად ლინზირდება, რაც შორეულ ვარსკვლავთა დეფორმირებულ და დამახინჯებულ ხედს აჩვენებს. ამ ეფექტს შორეული გალაქტიკის გადიდება შეუძლია, რის გამოც მისი სინათლე უფრო კაშკაშა მოჩანს და მეცნიერები ამ ეფექტს სამყაროს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებზე დაკვირვებისათვის იყენებენ. თუმცა გრავიტაციული ლინზირების ალბათ ყველაზე ლამაზი ეფექტი არის ეგრეთ წოდებული აინშტაინის რგოლი. ამ ფენომენში შორეული გალაქტიკა ისე სრულყოფილად ექცევა ახლომდებარის უკან, რომ მისი სინათლე წრის სახით გამრუდდება. აინშტაინმა ამ ეფექტის შესახებ იცოდა, მაგრამ როგორც 1936 წელს ამბობდა, არ არსებობს იმედი, რომ ამ ფენომენზე პირდაპირ დაკვირვებას შევძლებთ. ამის მიუხედავად, რამდენად ბრწყინვალეც არ უნდა ყოფილიყო აინშტაინი, მასაც კი ვერ წარმოედგინა თანამედროვე ტელესკოპთა შესაძლებლობები. წინა ფონზე მდებარე ახლო გალაქტიკა ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც უფრო ფართო გროვას SMACS J0028 წერტილი 2-75-37 ეკუთვნის. მის გარშემო გამრუდებული, შემოხვეული ფერადი გალაქტიკა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკაა. ის წინაზე მილიარდობით სინათლის წლით უფრო შორსაა. მაგრამ ისეა განლაგებული, რომ თითქმის სრულყოფილ რგოლს წარმოქმნის. რა თქმა უნდა, ასეთი ფოტოს გადაღება მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან გახდა შესაძლებელი. სხვა გალაქტიკაში მცხოვრები ასტრონომები ამ ხედს ვერ დაინახავდნენ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.